კომპლექსები. მოდი ისე, სანამ კომპლექსებზე დავიწყებდეთ საუბარს და გეტყოდეთ განმარტებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეხვედრია ყოფა ცხოვრებაში, ბევრჯერ შეხვედრია ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ნაკლებად თუ იაზრებს ის ადამიანი, ვინც ფსიქოლოგიასთან არ არის კავშირში, რა იგულისხმება აი ამ სიტყვა კომპლექსი და კომპლექსების მიღმა, ხო? დაწერეთ, თქვენ გაქვთ კომპლექსები? თუ ფიქრობთ, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ხართ კომპლექსებისაგან, თუ რა ხდება? თუ ყოფილა ისე, რომ გქონიათ რაღაც კომპლექსი და გათავისუფლებულ ხართ? მე მქონია უამრავი რაღაცა. და მოდი რას ნიშნავს კომპლექსი დავხედო კარგად განმარტებას და ყველაფერი ზეპირად კი არ ვიცი მეც. ესე იგი, კომპლექსი ეს არის მდგრადი ერთობლიობა ერთმანეთთან დაკავშირებული ემოციებისა, აზრებისა, მოგონებებისა და რწმუნებულებებისა. და ეს ერთობლიობა ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, მის ცხოვრების წესზე და მის მოქმედების წესზე და მის შედეგებზეც, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შედეგები ყოველთვის გამომდინარეობს ჩვენი მოქმედებებიდან, მოქმედებები კი გამომდინარეობს ჩვენი აზრებიდან. ანუ რწმუნებულებებიდან. და როგორ ხდება ამ კომპლექსის ფორმირება, ხო, საიდან ჩდება, საიდან მოდის? როგორც წესი, ერთ გარკვეული თემასთან არის დაკავშირებული, ესა თუ ის კომპლექსი, ხო? და დაკავშირებულია როგორც წესი ემოციონალურად მნიშვნელოვან გამოცდილებასთან წარსულიდან. გასაგებად აღწერა იმედია. და უყურეთ, კომპლექსი ფიზიოლოგიურ დონეზე რომ განვიხილოთ, ეს არის ჩვენი გარკვეული ნეიროქსელთა ერთობლიობა, რომელშიც გარკვეული სიგნალის შესვლის შემდეგ მიედინება ენერგია, აქტიურდება ეს ნეიროქსელი და ის გვიბიძგებს, რომ ვიმოქმედოთ, ვიემოციონიროთ და ვისაუბროთ გარკვეული ალგორითმით. თუნდაც ჩვენ თვითონ თავად ეს ალგორითმი არ მოგწონდეს. და რატომ დავიწყე ამ კომპლექსებზე საუბარი? იმიტომ რომ ერთ წლიან პროგრამაში ახალი მე ვიმუშავებთ კომპლექსებზე. კომპლექსებზე სამუშაოდ, ეხლავე გეტყვით, იქნება მთელი 11 ვიდეო, ეს რაც იმას ნიშნავს, რომ 11 ტექნიკა კომპლექსებზე სამუშაოდ და მარტო ეს არ არის კომპლექსებისაგან გასათავისუფლებლად. უყურეთ, მხოლოდ ძალისხმევის ხარჯზე, რომ ოკეი, მე ესე ვმოქმედებ, არ მომწონს ეს მოქმედება, მოდი შევცვლი, მოდი სხვანაირად ვიმოქმედებ, ხშირ შემთხვევაში არ გამოდის. რატომ? იმიტომ რომ ქმედებას ვერ შეცვლი, თუ არ შეცვალე საწყისი. საწყისი რა არის? რწმუნებულება. და ამ რწმუნებულებას ვერ შეცვლი, თუ ის ძველი არ აღმოაჩინე. და სწორედ რო აღმოაჩენ, განეიტრალებ, მე შესაძლებელია ჩანაცვლება. და მე უკვე შესაძლებელია ახლებურად ქმედება და უკვე შესაძლებელია ახალი შედეგების მიღება. მხოლოდ ნებისყოფის ხარჯზე ძალიან ძნელია იმის გაკეთება, რომ ეს შენ ნეიროქსელი, ეს შენი კომპლექსი გიბიძგებს, რომ ასე იმოქმედო და შენ თავს ებრძვი აი ამ შენს დასწავლილ ენერგო-ემოციურ, ინფორმაციულ, ფიზიოლოგიურ რაღაცას ებრძვი მხოლოდ ნებისყოფის ხარჯზე, ხშირად არ გამოდის ხოლმე ეს. 11 ვიდეო ტექნიკა გექნებათ კომპლექსებისაგან, თქვენი კონკრეტული რაც გაწუხებთ იმ კომპლექსებისაგან გასათავისუფლებლად და ასევე იქნება დამოუკიდებლობის გამომუშავება, რომ ადამიანი მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახდეს გარე შეფასებებისგან და იყოს თვითკმარი. და სხვისი ნეგატიური შეფასება შენზე რო არ მოქმედებდეს. არც დადებითი წაქეზება და პირფერობა არ იმოქმედებს, არამედ თავარი იქნება შენი შეფასება, შენი თავის. მე როგორ ვთვლი, მე როგორ მომწონს, მე როგორ მიმაჩნია სწორად. ეს არის ჭეშმარიტი ზრდასრული ადამიანის უეჭველი მაჩვენებელი. თუ შენ ორიენტირებული ხარ სხვებზე, სხვას რა მოეწონება, სხვა რა სიტყვის, რას მომიწონებს, რას დამიწუნებს, ტაშს დამიკრავს თუ არ ვიცი, დამაკენსელებს, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ დღეში არის ადამიანი.
გასაგებია რატომაც ხო? ბევრი ახსნა ამას არ ჭირდება. მერე და ამაზეც ვიმუშავებთ, ამ თემაზე სამუშაოდ არის ასევე 11 ვიდეო. შემდეგ ვიმუშავებთ საკუთარი თავისადმი სიყვარულზე და პირველ რიგში გამოარკვევ თუ რას ნიშნავს ეს საკუთარი თავისადმი სიყვარული, რაში მდგომარეობს და კონკრეტულად რაში გამოიხატება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანს ამაზე არც კი უფიქრია. შემდეგ თვითიდენტიფიკაცია, ვინ ვარ მე და რა მჭირდება. რომ დაჯდე და მართლა შეისწავლო შენი თავი, ჩაუღრმავდე შენს თავს, გაანალიზო, გაუგო. ჩვენს თავზე ახლობელი არავინ არ ყავს. ჩვენს თავზე ერთგული არავინ არ ყავს. ჩვენს თავზე მორჩილი არავინ არ ყავს. ეს ჩვენი თავი ხო არის ის რაც უნდა ძალიან კარგად ვიცოდეთ იმისათვის, რომ ვიცოდეთ მისი შესაძლებლობები, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური, ასევე გონებრივი, ინტელექტუალური. შესაბამისად ვიცოდეთ რა კუთხით გვინდა განვითარება, რა უნარჩვევების განვითარება. ერთი სიტყვით რა, თვით იდენტიფიკაცია. ვინ ვარ მე და ჭეშმარიტად რა მჭირდება და არა ის მოგონილი, რომ შენ ახლა იქ უნდა წახვიდი, არა შენ ახლა ეს პროფესია უნდა მიიღო, არა შენ ახლა ეს უნდა შეჭამ, არა. საკუთარი თავის შეცნება. შემდეგ იქნება უშუალოდ შენი ცხოვრებისეული მიზნების და მიზნებზე მუშაობა. და ცხოვრებისეული მიზნები ის კი არა, რომ დღეს საბურავები მაქვს გამოსასვლელი და ხვალ მაცივარი საყიდელი, არამედ შენი ცხოვრება, რომ წარმოიდგინო, როგორც წარმატებული პროექტი. თლიანი ცხოვრება, რომ იწყო 100 წელი, 150 წელი და რომ მოვა გარდასახვის დრო და რომ გადახედავ შენს ცხოვრებას და ვაუ, ოჩახ ჩემოთაო, აი რაც მინდა და ყველაფერი გავაკეთე, რისთვისაც მოვედი, ყველაფერი გავიარე და კმაყოფილი რო ხარ შენი თავით. ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვით. ადამიანები ვერ ეგუებიან თავის ასაკს და დაბერებას და დაძველებას და ეშინიათ სიკვდილის, იმიტომ რომ ცხოვრობენ ისე თითქოს ეხლა ჭეშმარიტი ცხოვრება კი არ მიმდინარეობს, არამედ ვითომ რაღაცა რეპეტიცია მიდის რა, აი რო იტყვიან ესე რა, სანახევროთაც არა. აი რა ვიცი, რაღაცას ველოდები, რაღაცას მოქმედებ, რაღაცას არ მოქმედებ, იმის ნაცვლად რომ აი ეს ერთადერთი ცხოვრება გავიაზრო რომ ერთადერთია და შავი საცდელი ვარიანტი კი არა. ეხლა ვცხოვრობ ერთადერთს და ჭეშმარიტს და ყველაფერი რისთვისაც მოევლინა ჩემი სული ამ ქვეყნიერებას მინდა რომ გამოვცადო, გავიარო, გავაკეთო. და აი ამას ეძღვნება ეს თემა გახდე შენი ცხოვრების კაპიტანი, რომელიც შედგება 17 ვიდეოსაგან. შემდეგ ვიმუშავებთ საკითხებზე სხვებზე გაბრაზება, სხვებზე გაღიზიანება და აღმოაჩენთ რატომ გაიგებთ ზუსტად რატომ ხდება ეს და მარტო გაგებაც რა აზრი აქვს შეძლებ რომ ამაზე იმუშაო და ეს გაანეიტრალო და როგორი მშვიდი და როგორი თავისუფალი ხარ, როდესაც რაღაცეები, რაც 99.9% გაგიჟებ და გაღიზიანებ და გაბრაზებ და ის შენზე აღარ მოქმედებს. აი, საოცარი ტექნიკა და ეს ტექნიკა დაგრჩებათ თქვენ, შეისწავლით თქვენ, გეცოდინებათ და გამოიყენებთ შემდგომშიც, არა მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში. შემდეგ, ჩემი ბედნიერების მზე ეს არის პროგრამა, რომელიც სრულად გაგააზრებინებს თუ რა გჭირდება ბედნიერებისათვის. ზოგს გონია რომ მილიონი ჭირდება, ზოგს გონია რომ არ ვიცი, ფერარი ჭირდება, ზოგს გონია რომ სახლი ჭირდება. ამ დროს ბედნიერება მატერიალურ საჭიროებებზე გაცილებით უფრო შორს არის. არასდროს არ ვამბობ, არ იფიქროთ რომ მატერიალური არ გჭირდება, მატერიალურ სამყაროში ვართ და რა თქმა უნდა გჭირდება, მაგრამ ერთ სიტყვით ბედნიერების შემადგენელ ნაწილებზე ვიმუშავებთ, გავიაზრებთ, გავავითარებთ ამ თემას და შემდეგ ემოციებთან მუშაობთ. ემოციას როგორ გაუმკლავდე. ამ ტექნიკასაც გაგიზიარებთ. ასევე ვიმუშავებთ კარმაზე და ბედის წერაზე და გაიგებთ რა არის თქვენი კარმული ამოცანა, რა გადმოგეცათ საგვარეულოდან, რა წინა ინკარნაციებიდან
რა შეიძლება ამ ცხოვრებისეულია და ამ საკითხს დავამუშავებთ ძალიან კარგად და თქვენ შეძლებთ თქვენი კარმული ამოცანების გააზრებას და რა თქმა უნდა ამოხსნას. და მე გადავდივართ წარმატების ინჟინერიაზე. ეხლა ვეგეტყვით კარმას ეთმობა 16 ვიდეო, ხოლო წარმატების ინჟინერია ეს არის 108 68. რამდენი გამოდის? 28 ვიდეო, 29 ვიდეო გამოდის. წარმატება და მიზნებისკენ სვლა. და ყველა დაბრკოლებების აღმოფხვრა ამ შენს მიზანთან, კონკრეტულ მიზანთან მიმართებაში. შემდეგ, იმისათვის რომ რამეს მივახციოთ, რა თქმა უნდა, აუცილებელია мотиваცია და დისციპლინა და თვითმოტივაციისა და თვითდისციპლინის თემას ეთმობა 10 ვიდეო და ბოლოში გვექნება წინაპრებისგან ჯილდო. აი ასეთი საოცარი მედიტაცია, იმიტომ რომ ჩვენი მატერია, ჩვენი სხეული და არა მხოლოდ სხეული წინაპრებზე ვართ დაღწნობილი. წინაპრები არის ჩვენი ფესვები და როგორც ხე ფესვების გარეშე ვერ არსებობს, ისე ადამიანი წინაპრების ენერგიის გარეშე ვერ არსებობს და აი ამ შესანიშნავი მედიტაციით დავასრულებთ ჩვენს პროგრამას. შეგახსენებთ, ეს არის 120 ვიდეოსაგან შემდგარი ერთწლიანი პროგრამა, რომელიც იწყება 10 იანვარს, რომელიც ტელეგრამში იქნება. ტელეგრამში ჩატარდება, აუცილებლად ჩამოტვირთეთ ტელეგრამი, ვისაც არ გაქვთ. და გადადით ლინკზე, გადაიხადეთ ფასი, შემოგვიერთდით და გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს ახლობლებს, ვისაც თვლით, რომ თვითგანვითარებაზე მუშაობა სჭირდება, აინტერესებს, გააზიარეთ. მადლობა წინასწარ გაზიარებისათვის. ისე მოიწონეთ და დააკომენტარეთ კიდეც. მადლობა, დროებით.